რატომ რა მიზანი აქვს მარტივად რო ვთქვათ ივანიშვილს როცა ასე იქცევა და რომელ ვერსიას ემხრობით არის ალბათობა იმისა რომ არჩევნები ჩაენიშნოს ლეგიტიმაციის დეფიციტი შეისოს თუ კი ამ პირობებში ეს რაიმერად უნდა მოხდეს თუ უფრო ძირითადი ამოცანა საკონსტიტუციო შესაძლებლობის გაუქმება პარლამენტში თუნდაც ხელოვნური მაგრამ პარტიული მრავალფეროვნების შემოტანა და ამ მხრივ ლეგიტიმაციის ნაკლებობის ილუზიის მოხსნა რადგან ვითომი ოპოზიციური პარტიები არ არიან თუ აი რა არის შენი აზრით მთავარი მიზეზი მოგესალმებით პირველ რიგში მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ყველა პოლიტპატიმარს და ხედავთ რა ხდება ახლაც და რაღაც უხერხული შეგრძნება მაქვს სტუდიაში ვარ მაგრამ დარწმუნებული ვარ ხვალაც და ზეგაც ეს პროცესი გაგრძელდება და შეუძლებელია რომ ეს ივანიშვილმა ჩააქროს და მთავარი მიზეზი რის გამოც ბატონი ბიძინა ამ ნაბიჯს ჯებს დგამს არის ის რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი აზროვნება და თავისუფალი ადამიანების ყოფნა არ ყოფნის საკითხი დააყენოს თქვენ რა ჩამოთვალეთ მე მიმაჩნია რომ ყველაფრის ერთად გადაჭრა უნდა ბიძინა ივანიშვილს საერთოდ პირველი არის ის რომ მე ვარ 100% დარწმუნებული რომ ეს კაცი არის უბრალოდ რუსეთიდან დავალების შემსრულებელი მსჯელობის დროს ეს არასდროს არ უნდა გამოვაკლოთ და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ეს არის ხელისუფლება რომელიც ერთ-ერთში იმეორებს იმ ნაბიჯებს და დგამს რასაც უბლიანკიდან მათ ავალებენ ფაქტობრივი მოცემულობა ხა მაგალითად ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით ჟენევაში დააყენეს თუ არა რუსებმა ეს მოთხოვნა შალვა პაპუაშვილი 2 დღეში გამოვიდა და ამასთან დაკავშირებით რამხელა ბრიფინგი მოაწყო ეს სინქრონიზებულად მუშაობენ მეორე არის ის რომ ავტორიტარიზმს როცა აშენებ და ზედმეტი ვინ არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები რომლებიც მათ გარშემო არტრიალებენ და ის სამი არჩიეს და ამავე დროს თავისუფალი მედია სამოქალაქო საზოგადოება თავისუფალი უნივერსიტეტები ყველას უპირისპირდება ერთდროულად და ამ ბუნებაში ივანიშვილს ხო რა ყველა ბერკეტი აქვს დე ფაქტო პრეზიდენტი მისია დე ფაქტო პრემიერი მისია დე ფაქტო პარლამენტი მისია დე ფაქტო სასამართლო მისია ყველაფერი მისია ხო ერთადერთი რამე აკლია საკონსტიტუციო უმრავლესობა უბრალოდ საკონსტიტუციო უმრავლესობით ამ კაცს კიდევ ძალიან ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია ანუ ამ ლეგიტიმაცია ივანიშვილს არ სჭირდება კაი საქმისთვის ხო არ ჭირდება ამ ქვეყნის გასანადგურებლად მე უფრო ღრმად მივდივარ რომ ეს მოთხოვნა და მე გძნობ ამას რომ ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ოღონდ უსამართლო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და ჩვენი აკრძალვა მათ შორის ამთვისაც უნდათ რომ სამსჯელოც არ იყოს მონაწილეობას მიიღებ თუ არა უბრალოდ ბიულეტენზე არ ახარ ანუ ვეღარც იმსჯელებ ამაზე ფაქტობრივად გიქმნის მოცემულობას რომ შენ მონაწილეობას ვერ მიიღებ მაგრამ ამ პროცესში ჩემი აზრით ოპოზიციის დღის წესრიგის თავარი ნაწილი რაც უნდა იყოს საერთო პოზიციაზე ამჯერადაც მაინც უნდა შევტანხმდეთ იმიტომ რომ ის დაყოფა რაც თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებზე იყო რომ საეთერო ბადე იქნებოდა თუ პოლიტიკური ცხოვრება ორად იყო გაყოფილი პირველი ნახევარი საათი ნებისმიერი მსჯელობის დროს საარჩევნო კამპანია მიდიოდა და მეორე ნახევარი საათი მიდიოდა მსჯელობა რომ არა არჩევნები არ არის ეს აღარ უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში ამას თუ მოვახერხებთ და თავს მოვიკრავთ ერთ საერთო გადაწყვეტილებას მგონია რომ ივანიშვილი ვეღარ გაუძლებს ამ დარტყმას მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობის წყურვილი მე მგონია რომ მას აქვს ოღონდ კარგი საქმისთვის არ ჭირდება მე მგონია რომ ბევრი საკითხია რაზეც შეიძლება იმსჯელოს 70 ვარაუდებზეც არ არის საჭირო საუბარი ივანიშვილის წინ საარჩევნო გამოცვლების ნახეთ ყველა და მათ შორის მათ საარჩევნო კამპანიის მთავარი სამიზნე იყო სამწუხაროდ ჩვენ დისკურსში არ ხდება ხოლმე და სხვა შორის გაუკვირდა რომ ვერ მიაღწიეს ამ ჩვენ დისკურსში გაყალბებების იმ მარჟის კი სამწუხაროდ ჩვენ დისკურსში ხშირად არ ხდება ოსური და ეგრეთ წოდებული ოსური და ეგრეთ წოდებული აფხაზური პრესარაზე საუბრობს მაგრამ ის საკითხები რომლის ზონდირებაც აშკარად ქართულ მედიაში პროპაგანდისტულ მედიაში ივანიშვილს დაწყებული აქვს ტერიტორიული მთლიანობის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ამ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების ერთ-ერთი მთავარი სურვილი ანუ 78 მუხლის გარდა ბიძინა ივანიშვილს ბევრი რამე აქვს ამ ქვეყნისთვის კიდე გასაფუჭებელი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ნეიტრალიტეტის გამოცხადება სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებული ჩანაწერი ცვლილება გამოცხადება თუ კონსტიტუციაში 78 მუხლი შენარჩუნდება იმიტომ ის კონკრეტული ბლოკის მიმართულებით ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩემთვის ეს თავად ჩვენ რის გარშემო ვტრიალებთ ეს იმიტომ ვახსენე რომ დღეს ისმოდა რომ 78 მუხლი ივანიშვილის ფეხებზე კიდია იმის გარეშეც აკეთებს რამდენიმე მარტივად საქმე ის კონსტიტუციური მოძიებას კონსტიტუციურად გარანტირებულ დამაგრებულ გეოპოლიტიკურ არჩევანს სხვა საქმეა რეალურ პოლიტიკაში რევს აკეთებს ბიძინა ივანიშვილს მაგრამ ამის უარყოფა უბრალოდ იქნება
იხსნებოდა არასერიული. ამიტომ არის საჭირო ხანდახან ტრის არხის ყურებაც. მარტივი არის ბიძინა ივანიშვილ შეიძლება კიდია 78 მუხლი ფეხებზე ბოდიში მაგრამ მის პატრონს რუსეთის სახით რომ მოусმინოთ რუსულ პროპაგანდისტულ არხებს. ბიძინას საშუალება ასევე შეაფასოს არსებული მომენტი და სიტუაცია ბიძინა გისმენთ? მოგესალმებით ყველას. ბიძინა კოალიციას ცვლილებებს არ მოაქვს. თავისუფლება ყველა პოლიტიკოს. ახლა მოდივარ მათე დევიძის მხარდასაჭერი აქციიდან და გიორგი მინდა გითხრა რომ ესეთი ავსებული ენერგიით და დადებითი ენერგიით და მომავლისად იმედით აღჭურვილი დიდი ხანი არ ყოფილა. განსაკუთრებით ბოლო 2 კვირა ძალიან შეიცვალა ტენდენცია უშუალოდ რუსთაველის მოედანზე, რადგან გზის გადაკეტვაზე თქვენის ერთწლიანი პატიმრობა იყო, მაგრამ ეს ხალხმა არაფრად არ ჩააგდო და ჰეროიკული საქციელები, ესე იგი ხალხში გადამდები იყო და აი თებერვლის მერე რო ამყავდა ხალხი ნანახი ბოლო 2 კვირა მოდიან და დილას თუხილეს უკითხულობ Facebook-ზე რომ ჯენზი სად არის, ანუ 98 წელს დაბადებული და 98 და შემდეგ ჯენზის ეძახი. აი მათე დევიძის მხარდასაჭერი აქციიდან მოვდივარ და მე ვიყავი მე მგონი ყველაზე მოხუც მაგაჩი. სუ ჯენზი იყვნენ ეგ ხალხი. ეს დღევანდელი დღის სპეციფიკურობა ხო არა იმხრივ მათეს 21 წლის თანატოლი. აი 4 გავიხსენოთ ყველა დიდი აქცია რომ გავიხსენოთ ყველანი მოდიან აბსოლუტურად. ის ხალხი არცად არ ყველა საფრთხეს რო ყველანი აქ არიან უბრალოდ ძალიან ბუნებრივი არის გიორგი სადღაც თებერვლის თვეში მოხდა ზოგს დეპრესიამ დაარია ხელი ზოგს ფინანსური ძალიან დიდი პრობლემები ზოგი გადაფასებას მოუნდათ მაგრამ ის არის გასაოცარი და გამარჯვება ნამდვილად რო ამბობენ რომ აი რას გვაძლევს რუსთაველი თქვა კიდე მეტი რა შეუძლია აი დღეს მე გამარჯვებულად ვსაუბრობ რომ მათე დევიძის დაკავების 1 წლის თავზე კიდევ არიან ადამიანები რომლებიც არ უშინდებიან დაკავებას იქვე ხდება სადაც მათე დააკავეს 8 კაცი დაიჭირეს იქ მეც რა ბეძზე გადავშე ხა და გამოასწარე ეგეთი ახალგაზრდები იყვნენ ყველანი ანთებულები ივანიშვილის ერთადერთი და მთავარი მისი ამოცანა არის რომ უიმედობაში ჩააგდოს ქართული საზოგადოება ვინ შენი თანამოაზრე არის ის ზოგი დეპრესიაში არის ზოგი ჩემოდანზე ზის უკვე წასვლაზე ფიქრობს ისეთ ბოლო 3 წელიწადში 160,000 მაკაცმა დატოვა ემიგრანტებზე კი ნახეთ ჩამოართეს მოქალაქეობა და საერთოდ გადასახლებაში რო იყო კომუნისტების დროს ეგრე დატოვეს მილიონამდე ადამიანი უცხოეთში უფლებების გარეშე შეგვიძლია ესე თქვა თემი კი გადასახლებაში უფლება თუ არა გაგდა სხვა იძულები წასულები თან იმიტომ რომ სოციალური პირობები ისეთი გაუსაზრდელი იყო იძულები წასულები არიან ზუსტად ერთ-ერთი შემთხვევა იძულებით გადაადგილებული და უფლება ჩამორჩენილი გადასახლებაში არიან ესე იგი მოიკვეთა საზოგადოების ნაწილი რომელიც ჩვენ ვიცით არჩევნების დაყრდნობით ხო 90-10-ზე წააგო ოცნებას იმიტომ რომ მან არ ქონდა იმხელა კონტროლი იმხელა კი საერთოდ არ ქონდა კონტროლი და ქართული ნება უცხოეთში დიასპორაში გამოიხატა და მინ დაუხნიშე რომ ზედმეტად ივანიშვილის მე ვიტყოდი გეგმებზე უფრო მეც ლაპარაკობ რომ ამას აპირებს არჩევნებს მოდი თოლა უნდა გავუსწოროთ მეგობრო არჩევნებს საქართველოში არ არსებობს და აღარც ჩატარდება ივანიშვილის პირობებში და რაც ჩატარდება იმაში მონაწილეობის მოღება არ შეიძლება იმიტომ რომ ეს არის გზა უბსკრულისაკენ ერთადერთი გზა არის პროტესტში რომელიც ძალას იკრებს დღითი დღე აი დღეს მე მოვდივარ ისეთი დამოხტული ვარ ახლა არც თავს ვიგიჟებ არც თქვენ ტყუილს არ ვიკადებ მოგატყოთ ესეთი განწყობა და ამდენი რაოდენობა ზუსტად აი ჯენზის რომ ამბობენ 97 წლიანი ბავშვების მე ვიყავ ყველაზე დიდი ახალი წავღა დაიბადა თან წლის თავზე მნიშვნელოვანი არის ხო ზუსტად 1 წლის თავზე ყოველ დღე მარცხდება აი ყოველას მოგმართვა ჩემ თანამოაზრებს რომლებიც ან დამონათებაში და იმაში აი საერთოდ არ გეუბნებით ვიცი რამდენს ფიქრობთ ამაზე და ყველანი დეპრესიაში ხართ იცით იმაზე იმტრე თავს როგორ გამოვიდეთ სიტუაციიდან ერთადერთი გზა აი ამ ჯოჯოხეთური ყოფიდან გარდა კურსისა ჩვენი საგარეო კურსისა ჩვენი ცხოვრება ყოველდღიური სოციალური ხო ძაღლის ცხოვრება არის ესე იგი ქართველები არიან უმცირესობაში რუსები ყიდულობენ ყველაფერს და მოსასახურე არის საქართველოს უბრალოდ არსებობს და რუსები ცხოვრობენ საქართველოში გაიარეთ უბნებში თელი ბათუმის სახლები რაც კი რამე შენდება ყველაფერი არის გათვლილი რუსებზე მეგობრებო მოდით რუსთაველზე აი დამეჯერეთ ვინც დიდი ხანი არ ყოფილ ხართ და აი თქვენში იმ დღესვე დამარცხდება ივანიშვილის ზალადობა ივანიშვილის უსამართლობა დაამარცხეთ თქვენთან შეღუნთ გამოდით ერთი დღე მოდით აი მე სიტყვაზე მინდა ჩემ მეგობრებს გეუბნებით ვინც დიდი ხანია იმიტომ კი არა რამის გეშინიათ უბრალოდ გადაფასება და მესმის თქვენ მეც მქონია ესეთი ყევები ჩემს იმაში რწმენაში მაგრამ დღეს ისეთი მომენტი არის და ისეთი წითელი ხაზი არის რომ
მეგობრებო, გამოდით, ერთადერთი გამოსავალი არის გაბეროთ. ეხლა ჩვენ აი იმდანად კარგად არის საქმე, ყველაფერი წესრიგშია. ერთადერთი ჩვენ გვჭირდება კოორდინაცია. მე ლევანი, მერაბი, აი უშუალოდ მე მერაბი, მე ჩვენ ორმაგი უნდა მოვიდომოთ, 4 მაგი უნდა მოვიდომოთ, რომ კოორდინაცია უფრო მეტი იყოს. ფართოდ ჩვენ მუშაობთ ამაზე, არაფორმალურად ჯერჯერობით განცხადება გაკეთდება მალე. პარტიებიც იქნებიან პატიმრების, მაგრამ მალე იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ განწყობთვიდან ყველა შანსი ფორმატი ჩართულობის ხარისხი ვერ ვიტყვი, რომ ყველა მსხვილი პოლიტიკური მონაწილეობას მოიცავს თავში, ამიტომ სხვადასხვა პოზიტიური სიახლეები არის დღეს მონაცემებში და ერთმანეთს გაგვიხარდება ყველას, თუმცა განცხადებების დონეზე რასაც ვისმენთ ამ დღეებში ამაზე არ მიუთითებს. მაგრამ ახალგაზრდები რო მოწადინებული ხართ, ამას ვაფასებ და შედეგით სახეზე არ მინდა და მე აი ლევანი შეყვა ძალიან აი რასიზმს არჩევნები დავივიწყოთ, გინ საკუთარ დავივიწყებთ. არა, არჩევნები არ უნდა მივიღოთ, მაგრამ არჩევნები დავივიწყოთ, ის უნდა მითხრას უფრო კაფიოთ რასიზმად, მაგის საშუალებას მოგცემთ. ეხლა მოდით მოусმინოთ ჩვენ ახლა მერაბს, იმიტომ რომ ასე არჩევნების დავიწყებით დაგვიდგა ჩვენ 4 ოქტომბერი თავისი შედეგებით და ვერ ვიტყვი რომ რომელიმე მხარე ძალიან კმაყოფილი შეიძლებოდა დარჩენილიყო მის შედეგებით. მერაბ არსებული მომენტი შევაფასოთ როგორც თქვით და შემდეგ რა თქმა უნდა სამევეს გექნება შესაძლებლობა განსხვავებული ან ერთმანეთთან ახლოს მყოფი პოზიციები წარმოადგენოთ იმაზე თუ როგორ უნდა განვითარდეს პროცესი პოლიტიკა. მადლობა მოწვევისთვის. მერაბი სოციალურ დემოკრატიებს. ჩვენ მოძრაობა ჯერჯერობით. განსხვავებით თქვენ თავისუფლების მოედანი დღეს დაარეგისტრეთ. კი, ჩვენ არ გვაქვს ჯერ განაცხადეთ საშეგიტა. იმიტომ რომ ჩვენ საერთო კრებაზე ძალიან დემოკრატიულად წევრებმა უნდა გადაწყვეტთ. კი, რაჟდენ კუპრაშვილი გვედავებოდა რომ პარტია ხართ, თუმცა რაჟდენი ვერ გადაწყვეტს. ეხლა მით უმეტეს ვერ გადაწყვეტს. პირველ რიგში ხო მეც უნდა აღვნიშნო ხო დღევანდელი რასაც უყურებ ჩვენ ხო ქუჩაში რაც ხდება, რაც მიუთითებს რომ ეს არის საპოლიციო რეჟიმი, რომელიც დგას პოლიციაზე, შიშველძალადობაზე და დგას პროპაგანდაზე, რომელიც საინფორმაციო დაბომბებით ხდება და არა მხოლოდ საკანონმდებლო იდეები, ინიციატივებია, არამედ უბრალოდ რაღაცა ინფორმაციების შემოქმედება, რომელთაც უნდა თელი დღის წესრიგი ქართულმა ოცნებამ მოიპაროს და ამას უყურებთ. უბრალოდ ეხლა აქცენტია მნიშვნელოვანი გასაკეთებელი, რასაც უყურებთ, რომ აეცვლება მაგალითად ემიგრანტებთან დაკავშირებით არც იგეგმება და ჩვენი მოძრაობა სოციალ-დემოკრატიის ემიგრანტმა წევრობა პეტიცია შეიმუშავებს და აი ვინც არის ემიგრაციაში მოუწოდებ რომ ხელი მოაწეროს რომ ხმის უფლება უნდა შენარჩუნდეს. ეს არის ცხადი, რადგან ოცნება, რომელმაც აი ამ წლების განმავლობაში ნახა, რომ 2012 წელს მოიგო მხოლოდ არჩევნები უცხოეთში, შემდგომ უკვე ყველა არჩევნები უცხოეთში წააგო, ხო? სადაც ქართველი ემიგრანტები იყვნენ. და ეხლა უბრალოდ ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს ეუბნება, რომ თქვენგან მხოლოდ გვინდა უცხოური გადმორიცხვები. რადგანაც უნდა ვიცოდეთ, რომ უცხოური ინვესტიციებზე მეტი არის საქართველოში ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების გადმორიცხვები. და ყოველ მეოთხე ოჯახს ყავს ემიგრანტი ოჯახის წევრი, ეს კვლევა გავაკეთეთ ისასთან ერთად ჩვენმა ორგანიზაციამ კომენტარმა, სადაც მე მუშაობ, რომელიც ასევე გაუქმების პირას არის, რადგანაც იქაც პრობლემებია, ხო? ასევე მნიშვნელოვანია, 60%-ზე მეტი ჩვენი მოსახლეობის არის სესხზე დამოკიდებული და 40%-ზე მეტი გვეუბნება, რომ საკვებზე ან მედიკამენტზე არ ყოფნის თანხა და სწორედ ეს უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც მათ ინახავენ, ქართულ ეკონომიკას ავსებენ და ივანიშვილი და ქართული ოცნება ეუბნება, რომ ესე აგდებულად, აი ჩამოდით ერთი დღე და წადით. ხო, ეს თან დამცინავია, თან შათირიშვილი პირიქით ამბობს, წადით. თან უნდათ რომ წავიდეთ ჩვენ, ვინც არ ვეთანხმებით ქართულ ოცნებას და იქიდანაც ხმაც ვერ მისცე და ვერაფერი ვერ შეცვალა და პოლიტიკური გავლენა არ ქონდეს და უბრალოდ ისიც ვთქვათ, ხო, ეს 30 წელი ეს ნეოლიბერალური ექსპერიმენტების ხანა, რომელიც გავიარეთ, ძალიან მძიმე იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის. ისინი იძულებულები გახდნენ და ეწოვებინათ ტერიტორია საქართველოს და მილიონზე მეტი არის, ხო, გასული. იყო ეს ჩამოშლილი ქვეყანა შევარნაძის დროს, იყო ეს სააკაშვილის დროს შიშველძალადობაზე დამყარებული ევროპული ტიპის ავტორიტარიზმი, იყო ეს ივანიშვილის ფეოდალიზმი და ოლიგარქია, რომელიც მივიღეთ. და ეს ადამიანები, რომელიც ამას ინახავდნენ, ეხლა ეუბნებიან, რომ თქვენ არანაირი გავლენა პოლიტიკაზე არ გექნებათ. ეს არ მოუდგენელია. უბრალოდ მეორე სფეროსაც უყურებთ, ხო? ასევე ერთობებზე როცა არის ხომ ლაპარაკი, ერთი ის ვთქვათ, რომ დღევანდელ მოცემულობაში ყველა ტიპის ერთობას ებრძვის ივანიშვილი, აი როგორც ნახეთ, ხო, სამოქალაქო ორგანიზაციები, მედიები, პროფესიული კავშირები, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირები არ ვსაუბრობ იმ დიდ კავშირებზე. იქნება ეს სოციალური ჯგუფები და ეს არ უნდა დავივიწყოთ, რომ მაგალითად პროტესტი მიდის უკვე 8 თვეზე დიდი მეტი ხანია ჭიათურაში და სამშაბათს აპირებენ ჩამოსვლას 2 საათზე და აქციის გაკეთებას ჯანდაცვის სამინისტროსთან, იმიტომ რომ არავინ არ უსმენს ამ ადამიანებს და ვინმეს თუ გონია რომ რუსთაველს არ უსმენს, ხო, ოცნება ძალიან მწარედ ცდება, იმიტომ რომ ოცნებისთვის ყველა განსხვავებული
ხმა არის მტერი და დაპირისპირებული მხარე და ყველა უცხოიც აგენტია, ყველა მოღალატეა, ყველა გამყიდველია. ხან ჭიათურის ლიდერებს აბრალებდნენ გერმანიის კომუნისტური პარტიის რაღაცა წარმომადგენლობას, ხან ნაციონალ მოძრაობის რუპორა დასახელებდნენ და ასე შემდეგ. ხო, ეს არის ოცნების ხელწერა და ეს უნდა შეიცვალოს და უბრალოდ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ავტორიტარიზმზე, ესე ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ. ავტორიტარიზმი არ უნდა შევცვალოთ, მოდიფიცირება არ უნდა გავუკეთოთ. მე ვაკვირდები რომ 70 წელში რაღაცნაირ მოდიფიცირებულ ავტორიტარიზმებს ვიღებთ, ხო? ელექტორალური ავტორიტარიზმი იქნება ეს დასავლური, რუსული თუ ასე შემდეგ და ჩვენ თუ ერთხელ და სამუდამოდ ავტორიტარიზმის დამარცხება გვინდა, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ყველა ერთად, რომ ავტორიტარიზმი უნდა დამარცხდეს შიგნითაც. ყველა პარტიაში, ანუ ასე უნდა იყოს რაღაც დემოკრატიული პროცესები შიგნით პარტიაში. ყველამ რომ თქვენ პარტიაში დაამარცხოთ, ხო გაიქნება ეს, ხო პროფესორი იქნება რა. ეს არის პირველ რიგში. კი ბატონო და ჩემი შემდეგი შეკითხვა უკავშირდება და სამივეს ასევე თანაბრად მოგცემთ შესაძლებლობა საკუთარი აზრის გამოთქმის. ავტორიტარიზმი არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა და ავტორიტარიზმზე არანაკლები მასთან დაკავშირებული ეს არის ქვეყნის რუსეთის უკანა ეზოდ გადაქცევა. ანუ ყველა სხვა ტიპის პრობლემებს, რომელიც ამ ქვეყანას ჰქონდა, თუნდაც 94 წლის განმავლობაში, რაც თქვენ ახსენეთ, ამ პრობლემებთან შედარებით ჩვენ დავდექით წინ კიდევ უფრო დიდი, ანუ ქართული სახელმწიფოებრიობის და რუსეთის არა უბრალოდ გავლენის, არამედ რუსეთის მინიმოდელად ჩამოყალიბების საფრთხის წინაშე, რომელიც მათ შორის ჩვენი სახელმწიფოს დაქუცმაცებას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ბევრ ეგზისტენციალურ თემას ეხება და უკავშირდება. ამიტომაც, რა თქმა უნდა, დემოკრატიული არჩევანი არის ამ ქვეყნის ღირებულებითი არჩევანი და ავტორიტარიზმი არის თავისთავად პრობლემა, მაგრამ რუსული ინტერესების გასატარებლად ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმის შენარჩუნება ზუსტადაც რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი არის, მაგრამ ამას სჭირდება ეფექტური დაპირისპირება. აი ახლა ამ ეფექტური დაპირისპირების ფორმებზე მინდა თქვენი მოსაზრებები მოვიდოთ. გამზადებული ფორმულები რომ არ არის ვიცით, 4 ოქტომბერი არ ვახსენე შემთხვევით, გასაგებია რომ იქ არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები იყო, მაგრამ ასევე არათანაშრომლობის პოლიტიკის ნაწილშიც ბევრი რამ იყო შეუთანხმებელი. გაგებით რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებული მოლოდინები, მოსახლეობის განწყობების ქუჩაში ეფექტურად გამოყენება და რაღაც კიდევ სხვა, ანუ განგრძობადი აქციების მეშვეობით და საგარეო ზეწოლის მეშვეობით რაღაც წერტილის მიღწევა, რომელმაც შეიძლება ხელისუფლება ჩამოშალოს. აი ამ ხრივ ცოტა შეგვიძლია რომ წინ წავიდეთ და ვთქვათ რომ თვითკრიტიკულებიც ვიყოთ სხვების კრიტიკასთან ერთად. და ვთქვათ რომ რაღაცეები არის შესაძლებელი მთლიანობაში იმისთვის, რომ რეჟიმი კიდევ უფრო მეტად არ გამაგრდეს. მოთხოვნა რიგარეში ახალ არჩევნებთან და თუნდაც ნამდვილ არჩევნებთან დაკავშირებით შესრულდეს, ან სხვადასხვა მიზეზთაგან გამო თავად რეჟიმის ინიციატივა არჩევნებთან დაკავშირებით ისე იყოს გამოყენებული, რომ ამ შემთხვევაშიც კი მან არ მოიგოს მოსაგები, არამედ რო ვიძახით ხაფანგი შეიძლება თავისივე დაგებულ ხაფანგშიც რამენერად გაებას და დამარცხდეს. ლევან, თქვენგან დავიწყოთ. ნამდვილად არის ამის შესაძლებლობა და მე მგონია რომ ივანიშვილი საბოლოო ჯამში ობიექტურად თქვათ რომ ყველა დიდი პროტესტი რაც ამ ქვეყანაში აგორდა, რა თქმა უნდა ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდა დიდი როლი რომ რაღაცა ახალი ტალღა დაწყებულიყო, მაგრამ ყოველთვის ნაპერწკალს ქმნიდა თავად ქართული ოცნება. გინდა რუსული კანონი, გინდა გავრილოვის ღამე, გინდა არჩევნების გაყალბება. ანუ პროტესტში მიზეზის მომცემი ყოველთვის ქართული ოცნება იყო. ანუ ნოლიდან მიზეზის მოცემის გარეშე სამწუხაროდ ოპოზიციას ძალიან უჭირს აი ამ დღის წესრიგის შექმნა, მაგრამ თუ ქართული ოცნება უშვებს რაღაცა გრანდიოზულ შეცდომას, აი ამის კაპიტალიზაციის შესაძლებლობა ოპოზიციას ქონდა და ჯერ კიდე აქვს. რაც შეეხება ხა პატივისცემით, რაც მოვისმენთ ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში, ერთი რამის თქვა მინდა რა, ან ვებძვით ქართულ ოცნებას და თანხმდებით რომ ქართულ ოცნებას ვებძვით, ან ეხლა მუდმივად ეს კენჭების სროლა ნაციონალური მოძრაობის ბანაკში, რომელმაც 2003 წელს დიდი გარღვევა გააკეთა ამ ქვეყნის სახელით, 2008 წელს რუსეთს გაუძლო და არ ჩააბარა ეს ქვეყანა და ახლაც გამოცხადებული მტერი არის როგორც პარტია და ისე მისი ლიდერი რუსეთის ფედერაციისთვის და პირადად ვლადიმერ პუტინისთვის ერთ სიმტყეში ნებისმიერი ფორმით მოსმენა ქოცებთან მიმაჩნია რომ აბსოლუტურად არასწორია. ამ
ამავე დროს აი ზუსტად ამას გულისხმობდი რომ პრინციპი არის ზერადე მაგას უბრალოდ პროპაგანდისტის დაქსაქსოზე იყო და მე რა სულ იქნება შესაძლებლობა იქნება კაცო მაგრამ ანუ ჩემთვის ეს პრინციპული მნიშვნელობა აქვს რა კაცი რომელიც ფაქტობრივად ირიბად გვაპარებს უკვე აფხაზეთის აღიარების საკითხს ის არ უნდა შეადარო იმ პარტიას რომელმაც ქართული სახელმწიფო არსებით გარღვევამდე მიიყვანა და 13 წელია კიდე ამასაც ხაზგასმით ვიტყვი 13 წელი ოპოზიციაში იმაზე მეტი არავის გაუკეთებია რამდენიც ნაციონალურ მოძრაობას ზოგი მერე მიხვდა კოცი რო ცუდი იყო და ნაცმოძრაობა 2012 წლის 1 ოქტომბრის საღამოს 8 საათზე ამბობდა რომ ცუდი იყო ამიტომ ეს არსებითი სხვაობა აქაც ყველაფერს თავისი რიგიდად ისა აქვს თანმიმდევრობა ბუნებრივი მოვლენაც იყო ლევან იმიტომ რომ ბუნებრივი მოვლენაც იყო მაგრამ ამავე დროს არ შეუწყვეტია და ფაქტობრივად ლიდერი არ არსებობს ციხის კედლები რო არ ენახა მაგრამ მე ამ თამაში პოლიტიკურ თამაში ივანიშვილს ხო თავარი მიზანი რა აქვს რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა დაასრულოს გამოსავალი არის რომ შეიძლება აი ამ დიდ ველზე ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური თამაშის ხელსაწყოები უფრო და უფრო მცირდებოდეს მაგრამ თავარ პრობლემას მე პირადად რასაც ხედავ არის ის რომ ამორჩეველი რომელიც ჩვენ ძალიან ბევრი ყავს და ამბობთ რომ მილიონი ოპოზიციონერი ცხოვრობს ხო ქვეყანაში მათი მოტივირება რომ სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთონ ეს იქნება ქუჩის პროტესტი, ეს იქნება შიდა პარტიული განვითარება, ეს იქნება რეგიონალური ოფისების გაძლიერება, ანუ საკუთარი ამორჩევლის მოტივირება არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. და აი აქ არის მე მგონია მთავარი ხედვები რა, რაზეც ზოგი თანხდება, ზოგი არ. მე მგონია რომ ამის ერთ-ერთი მამოტივირებელი იქნება რეალური პრინციპებზე დაყრდნობილი ერთობა, რომელსაც მათ შორის ექნება ცალსახა ხედვა, რას ვეძახით მე და ბიძო და სხვები რას ვეძახით სამართლიან არჩევნებს დოკუმენტის სახით. იმიტომ რომ ამ წუთას ხო ჩვენ ვამბობთ სამართლიანი არჩევნები გვინდა დემოკრატიული გარემო, თავისუფალი გარემო, ისეს. პოლიტპატიურების განთავისუფლების საკითხი უფრო ცხადია, ხო, სახელები და გვარებია და ყველა ხვდებით ვინ უნდა განთავისუფლდეს, მაგრამ რას ვეძახით ჩვენ სამართლიან არჩევნებს, ეს უნდა ვიცოდეთ და ამის ადვოკატირება უნდა დავიწყოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ უცხოეთში სადაც რეალურად ძალიან ძლიერი პოზიციები აქვს ხო ოპოზიციურ პარტიებს სამოქალაქო საზოგადოებას იქ რამდენიმე დელეგაცია იყო სადაც საზოგადოების წარმომადგენლები პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები იყვნენ და დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ ხო ამ ხალხს უნდა კონდეს საერთო შეთანხმების წერტილი მათ შორის რას ვეძახით ჩვენ სამართლიან არჩევნებს ეს არის ის მინიმალური დღის წესრიგი რომელიც გასატარებელი გვაქვს რაც შეეხება ბევრი შეცდომის გადააზრებას აქედან გამომდინარე ამოვდივარ მეც რომ საუკეთესო იქნება თუ კი არ განმეორდება ეს რაღაც ოპოზიციის განპობა არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს არის შეიძლება თვითმიზანიც იყოს, ახლა ჩემთვის ცოტა ხანი რომ რამენაირად მოხდეს, რომ მათ შორის საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თვალსაზრისით სხვადასხვა აქტორების იმასაც მოითხოვს რომ განსხვავებულ აზრებს პატივიცეთ და არ იყოს ისეთი კატეგორია როგორც იყო წინა შემთხვევაში. ამიტომ არის ამ თუ დისკუსია იქნება, დისკუსიას აზრი უნდა ქონდეს და არ იწყებოდეს კატეგორიულობით. ამიტომ ამბობ. იმიტომ რომ არ ამგონია ვინმე მოწინააღმდეგე ქონდეს თქვენს პოზიციებს არჩევნებთან დაკავშირებით, რომ სამართლიანი არჩევნები უნდოდეს. მაგრამ აქ შემოდის უკვე პრაქტიკული პოლიტიკა. ლევან მე გადავალ თუ რამის დამატება არ გინდოდა და მინდა რომ არა ერთი წინადადებით ვიტყვი რომ ამიტომ მიმაჩნია რომ პრინციპებზე დაფუძნებული ერთიანობა და მათ შორის პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც არსებითად იმაზე უფრო მეტი საუბარი რა გვაერთიანებს ვიდრე რა გვყოფს ბევრად უფრო მეტი სტიმულის მიმცემი იქნება ხაზგასმით ჩვენს მხარდამჭერებს, იმიტომ რომ ჩვენს მხარდამჭერებს ჭირდებათ ახლა დამატებითი ნაპერწკალი, რომ პარტიული ცხოვრება იქნება თუ სამოქალაქო ცხოვრება იქნება თუ სხვადასხვა სახის აქტივობა, სადაც თვეების წინ ბევრად უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები, ხელახლა დაიწყოს. კი ბატონო. მოდ ბიძინას მივცეთ შესაძლებლობა ახლა თავისი ხედვა ჩამოვაყალიბოს და მე ვახსენე პრაქტიკული პოლიტიკა იმ გაგებით, რომ ერთია რომ სამართლიანი კონკურენტული არჩევნები გვინდა, ყველას კარგად გვესმის რომ არსებულ მოცემულობაში ივანიშვილის პირობებში ეს ასე ვერ მოხდება. არსებობს
გარკვეული გზა აქამდე მისასვლელი, რომელიც მათ შორის შეიძლება გადიოდეს რაღაცა ტიპის ესე დიდ მსხვილ, ასე ვთქვათ, სერიოზულად შემრყევ მოვლენამდე, რომელიც მოვა სინქრონიზაციაში საერთაშორისო გარემოებების პოზიტიურად ცვლილებასთან, მასობრივად მოსახლეობის აქტიურად ჩართვასთან პოლიტიკაში და რომელიც იძულებელს გახდეს ამ შემთხვევაში. ამის მაგალითები ჩვენ კომუნისტების დასასრულს გვინახავს სხვა ტიპის არჩევნები, რომლის შედეგებიც პრინციპში შეიძლება ისე მკაფიოთ არა, მაგრამ არჩევნებამდე განწყობის დონეზე ირკვეოდა, თუმცა იქაც იყო ხოლმე უთანასწორო საარჩევნო პირობები, გნებათ ფინანსური და სხვა სახის, მაგრამ გვაქვს ეს კონკრეტული მოცემულობა, რაც არის ახლა. თქვენ როცა ახსენებთ სიტყვა დეპრესია ხშირად ახსენით უბრალოდ და ამიტომაც მე გავიმეორებ. ამ დეპრესიის საფუძველიც ხო რა იყო, ხო, დეპრესია ამ შემთხვევაში მოლოდინსა და რეალობას შორის დიდი განსხვავება როცა არის. შეიძლება ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც არ არიან პოლიტიკოსები, არ არიან ანის გამოცდილება არ აქვთ აგროვილი, ჰქონდეთ ეს გაზრდილი მოლოდინები, რეალობა არის ასეთი, რომელიც უნდა მართოს პოლიტიკოსმა და ამასთან ერთად შეთავაზოს ისეთი გზები, რომელიც ერთმანეთს დაუახლოვდება. აი როგორ ხედავთ თქვენ ამ პროცესს, მათ შორის ვიმეორებ იგივე 4 ოქტომბრის გამოცდილებების გაფორმებას. მინდა რომ ბოლოს რო თქვა პოტენციურ პარტნიორებთან არჩევნები დავიწყოთ თქო მე თქვენ არ დამეთახა უბრალოდ რა ვიგულისხმებ არჩევნებს ნამდვილ და სამართლიან არჩევნებზე არ მაქვს უბრალოდ მართლა შეუძლებელია რომ ივანიშვილმა თქვენს ედიტორიაში რო გახსენეთ თქვით რომ დიქტატურის დამყარების ალგორითმია ხო მაგისკენ მივდივართ თქვენი სიტყვები იყო ზუსტად აი აღწერდა მაგრამ მარტო ჩემი ევროპის სამეფოს მოხსენებლებმა დაწერეს რომ ასე თუ გაგრძელდა ეს ნიშნავს რომ მიიღებ დიქტატურას შესაბამისად ჩვენ თუ აი ესეთ თამაშებში მოდი თამაშები დავარქვათ ხო დემოკრატიობანა და ანტურაჟად ყოფნა ხო მოდი ახლა შევიდეთ არჩევნებში თქვათ მოდი და ახლა ივანიშვილი გამოსწორდება ეს არის გზა არაფრისაკენ გარდა იმისა რომ კიდე მრავალი წელი ქართული სახელმწიფო იქნება შავ-დღეში და უფულობაში და უპერსპექტივაში რაც შეეხება პოლიტიკურ ცხოვრებას ობიექტურობისთვის უნდა ითქვას რომ ძალიან დიდი ზეწოლა არის პოლიტიკოსი მაგალითად ჩემი კოალიციიდან მოგეხსენებათ 4 ლიდერი არის დაჭერილი ხო ეს პოლიტიკოსებზე არის ხომ ხშირად რაღაც წუხილები მაგრამ მოდი ვაღიაროს საშინელი რეპრესიების ხანაში ცხოვრობთ ხო 4 ლიდერი არის ჩემი ნაციონალ მოძრაობიდან მაგრამ ჩვენი პარტიის წევრები უამრავი მე ვთქვი უბრალოდ 4 ლიდერი ხო ეს საჩვენებლადაც პირველი პირები პარტიის როეუნები უცხოელ ადამიანს დემოკრატიულ ქვეყანაში რომ აი ჩვენ კოალიციას ამოგეს რომელიც 4 ლიდერი ციხეშია ხო ყველაფერი გასაგებია იქ რომ მე მეორე დღეს მოისმენს რომ მე ვაპირებ არჩევნებში დასვლას ანუ ვერ არის ვიფიქრებს ან შეკრული არის ხელისუფლებასთან იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა მაგის გარდა არ არსებობს ან ხელისუფლების თამაშს თამაშობ ალტერნატივა რა არის ამაზე გთხოვეთ ალტერნატივა არის ჩემი მერაბის ამ შემთხვევაში ლევანის გასმაგებული შრომა დავარქვათ, რომ ერთმანეთის კოორდინაცია უფრო იმიტომ რომ იმდენი ძალა არის რეალურად, ოღონდ მიმოფანტული ვართ, გვინდა ერთი მიმართულებით ვიმოძრაოთ. ჩვენ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ავიღოთ ახლა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დრო დადგა. აი, ბევრი ადამიანი სრულიად თქვენ აბრძანეთ, რომ ის არ არის პოლიტიკოსი და დეპრესიაში. დამიჯერეთ, აი გამოდით რუსთაველის გამზირზე და დაამარცხებთ თქვენ თავში აი იმ ზეწოლას, იმ შიშებს და აი მომავლისადმი უიმედობას, იმიტომ რომ გამარჯვება გადის ჩვენს კოორდინაციაში არასდროს არ მომბეზრდება და არ დავიკომპლექსებთ ასე რო არის ხოლმე რომ ყადაღებული თემა როდემდე იქამდე უნდა ვილაპარაკოთ პრობლემებზე სანამ არ მივახცევთ ამ ნამდვილ ერთობას ღირებულებებზე დაფუძნებულ ეს არ არის პოლიტიკური გაერთიანება ხო მე რო ჩავატარებთ ივანიშვილის დასვლის მერე ობიექტურ არჩევნებს ხალხი მიცემს პარტიას მაგრამ ამ შემთხვევაში ყველანი აი სუსუ ყველანი აი პროპაგანდით გაბრუებულ ხალხსაც მემართოთ მე და თქვენ ზუსტად იმდენი საერთო აი რამდენიც მე და ლევონს გაბრუებენ მარტო ჩვენი სახელმწიფოს საგარეო კურსის გამო იქ ხალხი ადგას იქ დგას სოციალური პრობლემების გამო პირველ რიგში ესე იგი პოლიციელებიდან დაწყებული ვინც ჩვენ გვიჭერს დაჭერილიც ადვოკატით ყველა არის კრიზის ბანკებში ყველა სვალი აქვს ყველა სესხი აქვს ისეც ხა ნორმალურ ქართულს ადამიანს არ უნდა სიამოვნებდეს ქალების თრევა იმაზე რა ქვია და ტროტუარზე და ზუსტად ვიცი და აპოაშოს ეს კრიზისი ვერასოდეს ვერ განორმალურდება მათ შორის იმ საპოლიციო ძალების წარმომადგენლები ვერასოდეს ვერ გზნავენ თავს სოციალურად კომფორტულად
ოფიციალური ხარდაჭერა როცა აღარ ბიზნესული რამის დამატება ხო არ გიდო და ძალიან მოკლედ ვიტყვი სალაპაპუაში თქვა მიგრანტებს რომ ბმა აღარ აქვს და ისა როკი ხალხზე ამბობს ბოლო 9 წლის განმავლობაში 40 მილიონი დოლარი გამოაგზავნეს საქართველოს ბიუჯეტში ეს ლარი სადაც რადღეში არის და იქიდან რო არ იყოს თან როგორ ხალხზე არის ხო საუბარი დღე და ღამე თავიანთ შვილებზე რო ფიქრობენ თავიანთ დატოვებულ ოჯახებზე და მთელი დღე Facebook-ში და იმაში იხეთ ერთი სულიებთ რომ ჩამოვიდნენ თქვენ გაქვთ დაკარგული ქართულ საზოგადოებასთან ბმა თქვენს უზურპატორების ჯგუფს რომ იმ ხალხს კი არ აქვს თქვენ გაქვთ ყველაფერი არაქართული რაც კი შეიძლება ყველაფერი არის თქვენს ხარეს თქვენ ხართ სრულიად საქართველოს მტრები და დამიჯერეთ დღევანდელი აქცია იყო აი ამის მაჩვენებელი მათედევიძის დაკავების წლის თავზე ისევ ისეთი ძლიერები ვიყავით ისევ იმდენი ვიყავით და ისეთი გამარჯვების ჟენიტრიალი და აუცილებლად გავიმარჯვე და არც მაგას საკონსტიტუციო დასალდება რა ქვია იმის არჩევნების ჩატარება ჩვენ მაგის გეგმებს არ უნდა უყუროთ ჩვენ ერთმანეთში კოორდინაცია მეტი კოორდინაცია რაც შეიძლება ფართო ჩართულობა და პირადი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა მოგიწოდეთ თითოეულ მოქალაქეს აიღეთ პირადი ინდივიდუალური მოქალაქეობა პოლიტიკოსებთან ერთად მადლობა იძინეთ ძალიან დიდი მადლობა და მერაბ ქართველიშვილს ბოლოს სიტყვა ეკუთვნა ამ შემთხვევაში მერაბ ასე თქვა შემყვანი შეკითხვის სახით რაც მინდა რომ კითხოთ თქვენს პოლიტიკურ მოძრაობას მაინც რა გარკვეული სპეციფიური ნიშა აქვს რამდენადაც სოციალური დემოკრატიისთვის სახელწოდებაშიც და იდეოლოგიურადაც სოციალური პრობლემები თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ დემოკრატია თქვენ ახსენეთ რომ აი ჭიათურის პროტესტი ახსენეთ და მათი ლიდერები ჩვენი გადაცემის არაერთხელ ყოფილან ჩვენი გადაცემის სტუმარი და ხშირად ვთავდით ჭიათურიდანაც მაგრამ ერთ-ერთი კომენტარი რომელიც ძალიან დამამახსოვრდა და ანგარიშგასწევი არის სახელი მაპატიეთ რო რამერივს არ დავასახელებ მაგრამ ყველაზე გამოკვეთილი ლიდერი რომელიც არის გულწრფელად ხო ტარელი ყვებოდა ასეთ რაღაცას რომ წლების განმავლობაში როდესაც სხვა რეგიონებში სოციალური პროტესტების წარმომადგენლებს ვაკურდებოდითო ჩვენ ასე ინფატება კი ვისმენდითო შეიძლება ცოტა შევწუხებული ყავითო მაგრამ ჩვენ ეს არ გვეხებოდაო ესეთი შეგრძნება გქონდაო რა და როდესაც ისინი ყვებოდნენ ხელისუფლება ადგილებზე თუ ცენტრში როგორ ექცეოდა მათ რა პრობლემებს უქმნიდა და ასე შემდეგ იმდენად დაუჯერებლად ჟღერდა ეს ყველაფერიო რომ აი რეაქცია ამაზე არ გქონდაო როცა ეს ყველაფერი ჩვენ შეგვეხო მიხვდით რომ ყველა მათგანი ჩვენნაირად ჩაგრულ მდგომარეობაში არის და იმასაც მიხვდით რომ ყველა ჩვენგანს დროულად მიგვეცა გამოგვეხატა სოლიდარობა ასეთი ტიპის ჩაგრის საწინააღმდეგოდ შეიძლება კი არა და ნამდვილად ამ წერტილამდე საქმე არ მევიდოდაო აი თქვენი პოლიტიკური პარტიის და მოძრაობის ალბათ ჩემი ეს ერთ-ერთი ამოცანა არის მათ შორის სწორედ ასეთი ადამიანების განწყობებისთვის პოლიტიკური მიმართულების მიცემა და დიდ პროტესტში მათი ხმის, მათი ინტერესების და ამავე დროს მათი ძალის შემოყვანაც. აი, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ადგილი აი ამ გაგებით დიდი ტიპის ერთობაში? კი ბატონო, ჩვენ თავარი ამოცანა, აი, რასაც უყურებთ ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ხო? ანუ პოლიტიკა, რომელიც არის კულუარული, ელიტური, საიდან საზოგადოების დიდი ნაწილი საერთოდ გარიყულია. ეს ადამიანები და მათი საჭიროებები და ჩვენი მოქალაქეები დავაბრუნოთ პოლიტიკაში. დავაბრუნოთ რა, რეალურად შექმნა პოლიტიკა ამ ქვეყანაში არასდროს მოქალაქეები არ იღებდნენ გადაწყვეტილებას. მხოლოდ არჩევნებზე 4 წელიწადში ერთხელ ეძახდნენ და შემდგომ უკვე აღარც უბრუნდებოდნენ ხოლმე, ხო? ანუ მოქალაქეების საჭიროებები უნდა იყოს პირველ ადგილზე. და ჩვენ როცა აი ამაზე ვლაპარაკობთ, სწორედ ესაა მნიშვნელოვანი, რომ ადამიანების სოციალური, ეკონომიკური, დემოკრატიული მოთხოვნები უნდა იყოს პირველ ადგილზე და არა პოლიტიკოსები, რომლებიც გაერთიანდებიან თუ არ გაერთიანდებიან. ეს დაკვეთა არ არის საზოგადოებაში, რომ ყველა ეხა ხელი-ხელ ჩაკვიდებულები უნდა იყვნენ აუცილებლად. საზოგადოებაში არის დაკვეთა, რომ მათი საჭიროებები იყოს, რომ თავიანთი თავი დაინახონ ყველა მათ შორის, ვინც არც ქართულოცნებას უჭერს მხარს და აი ამ პროტესტანაც არის დაახლოებული, თავისი პრობლემები დაინახოს აქ და ამის გამჟღერებლები უნდა იყვნენ პოლიტიკოსები და მოქალაქეებს უნდა უსმენდნენ პირველ რიგში რომელთა ხმაც არსად არ ისმის ბევრ ნაწილში თქვენ მეშვეობით ხო ისმის ჩვენ ვცდილობთ რა თქმა უნდა კი ბატონო ჩვენ გვაქვს პრეტენზია თუ ჩემი აზრით მათ მეშვეობითაც ისმის იმ ნაწილიც რომელიც მათზეა ორიენტირებული და უბრალოდ ამაზე თქვენს ბევრჯერ ახსენეთ 4 ოქტომბერი და ამიტომ მეც ვგონია რომ 4 ოქტომბერი და თლიანი ეს პროცესი იყო არა დემოკრატიული მთლიანად ჩაკეტილი რაღაცა თვითგამოცხადებულმა ლიდერებმა გადაწყვიტეს კონკრეტული გაწყვეტილების მიღება
ხდება შემდგომ უკვე რაღაცა ზრუნვაში აფასეს ჩმორობათ, რაღაცა მამაკაცური ძალის მობილიზებას საუბრობდნენ. მივიღეთ ძალიან დიდი ცხვერპლი და დაზიანება ამ მიმართულებით და ჩვენ აი ახლა ეფემერულ გაერთიანებებზე არ უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ პრინციპებზე, იმ ღირებულებებზე, რომელიც შეიძლება ყველას გვაერთიანებდეს, ვინც არსებობს. მაგლაპარაკთან ერთად ამ დიქტატურის მოძალებას როგორ უნდა დაუპირისპირდეთ? ცხადია, ჩვენ აი ჩვენ მოძრაობას ორი აქვს, ხო? აუცილებლად ორი რაღაცა აქვს, ხო? ჩვენ მოძრაობას მაგალითად ორი პრინციპი აქვს. ერთი არის წინააღმდეგობა, მეორე არის შენება. ძალიან რთულია ორივეს ერთად აკეთება, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. რო ავაშენო და აქ არ ვიყო, გამოდის რომ ვერ ვაღიარებ იმ პროგრამას. ამას აკეთებთ კიდე ჩემი აზრით, იმიტომ რომ ახლა გოტას მეთაურობით მაგალითად ის ყოველდღიური ჩართულობა აქციებში ვერავინ ვერ იტყვის რომ არ იღებთ მონაწილეობას პირიქით ძალიან აქტიურად თანმიმდევრულად. მაგის პარალელურად დაიწყეთ გარკვეული მოქმედება მეტროსადგურებთან და ასე შემდეგ, სადაც ცდილობთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას სოციალურ ეს არის უკვე შენება. ეს ხო მიდის ეს ყველაფერი. ანუ შეგვიძლია თუ არა ამ შემთხვევაში რომ ამას ჰქონდეს ნაკლებად კონფრონტაციული საქმე სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმართებაშიც იმის გათვალისწინებით რა მასშტაბის საფრთხის წინაშეც დგას ახლა ქვეყანა, როცა მისი სახელმწიფოებრიობის ნარჩენების ელიმინაცია ხდება ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში. ცხადია, ჩვენი პირველი დაპირისპირების დარცხვის იდეოლოგიური არის ქართული ოცნება, რომელიც ამყარებს და დაამყარა ავტორიტარიზმის მაქსიმალურ კონსოლიდირებას ახდენს, მაგრამ ჩვენ მოქალაქეებს სიმართლე უნდა ველაპარაკოთ. ჩვენ არ შეიძლება ოცნებას ნახევარ სიმართლეებით საუბრობთ, როცა პასუხისმგებლიან პოლიტიკურ მოძრაობად ვასახელებთ, ხო თავს? არ შეიძლება უთხრათ, რომ ხვალ აი 4 ოქტომბერზე გაწვა, ხვალ დასრულდება ხელისუფლება. ვერ ვეტყვი, იმიტომ რომ არ მოვატყუებ და ასეთ წყვილს არ ვტყვი. ვერ ვეტყვი, რომ ხვალ რაღაც გაერთიანებაში, რომელიც არ ვიცი რას მოიტანს. ხო იყო 8 პროდასალური პარტია 4 ბარი არ გადალახული, ის ბოიკოტში, ის არჩევნებში. ესეც ერთობებში შეხვიდე და მე მოვატყუო შენი მომხრე. არ მგონია სწორი იყო. თავარი იყო კეთილსინდისიერი, იცოდეს ასელი შენგან და ჩვენ განსაკუთრებას მათ შორის არჩევნებზე, მათ შორის პარტიად რეგისტრაციაზე. პარტიად რეგისტრაციაზე მიიღებენ ჩვენი წევრები, არჩევნებთან დაკავშირებით მიიღებენ ჩვენ მოქალაქეების განწყობების დავაკვირდებით, შევხვდებით და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს ნათქვამი მანიფესტში ძალიან მკაცრად და მკაფიოდ. პირველივე დემოკრატიულ სამართლიან არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობას. რამე უკადის, რომ ეხლა დემოკრატიული სამართლიან არჩევნები იქნება ამ წუთას შერჯერობით, არაფერი არ უკადის. არც ის ვიცით ბიძინა ივანიშვილი არჩევნებია გადაწყვეტილი თუ უბრალოდ ყველა ერთობას ერთად სპობს, ხო? ამიტომ ჩვენთვის თავი ამოცანა არის, რომ ვიყოთ გულწრფელები, კეთილსინდისიერები და სამართლიანები ჩვენ მომხრეები.